გამარჯობა, მე ვარ სესე მესხი. დღეს მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ბებრის ციხეზე. ბებრის ციხე მცხეთაში მდებარეობს. მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. უძველეს დროში ერქვა ბელტა. ციხის სიმაღლე აგებულია ანტიკურ ხანაში. მისი ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. ქართულ წყაროებში არსებობს ლეგენდა. ბებრის ციხე ეკუთვნოდა ვიღაც სემონს. თავად ორი შვილი ჰყავდა, მამუკა და მაკრინე. მამის გარდაცვალების შემდეგ მამუკას დიდძალი გადასახადი დაუკისრებია. მაკრინეს ხალხში შებრალებია და ძმისთვის გათავისუფლება უთხოვია. მამუკა გაბრაზებულა და მაკრინე კოშკში გამოუწყდებია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისთვის წყალ-წყალა საჭმელი მზადდებოდა, ქვაბში ყვავები ჩავარდნენ. ყმებს საჭმელი გადაუსხიათ. გაბრაზებული მამუკა ყველას მოუკლით დამოქრებია. მოულოდნელად ქვაბიდან გველები ამოხსნიან. მამუკას ყელზე შემოუხვევიან და აღჭობდნენ. შეშინებული მამუკა ღმერთს შეევედრა. ოღონდ მიხსენი და ეკლესიას ავაგებო. მაკრინე უყურებდა და ჩუმად ლოცულობდა. ღმერთმა ლოცვა შეისმინა. მას შემდეგ და ძმას ეკლესიური ცხოვრება დაუწყიათ. მათ დაბარებული მაკრინე ეკლესიაში გადაიცვალა. მონაზონის გასაცილებლად ბერად დაკვეთილი მამუკა მოვიდა. მას შუბლზე იანბორა და თქვა: დაო, ჩვენ შევასრულოთ ყველა აღქმა. როცა სიტყვა დაასრულა, ის ჩაიკეცა და გადაიცვალა. რადგან მამუკა და მაკრინე სიბერემდე ღმერთისა და ხალხის სამსახურში იყვნენ, ციხესაც ბებრის ციხე ეწოდა. დადგენილია, რომ ბებრის ციხე მე-4 საუკუნიდან მე-18-ეს ჩათვლით ქმედი ციხეს სიმაგრე იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადი სამყარო. მიყვარხართ!